მადლობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მეგობრებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღესასწაულის გამო ყველა თავის მშობლიურ რეგიონს დაუბრუნდა და რამდენიმე დღით დაცარიელდა ეს ჩემი დედაქალაქი. თბილისში მარტო თბილისელები დავრჩით და არა მარტო თბილისელები. ნახოთ ვიდეო. ანუ სოფლები ისე გადაივსო, რომ ამათი ადგილი აღარ დარჩა და ჩამოვიდნენ თბილისში ექსკურსიაზე. კარგია, დაათვალიერებენ ქალაქს, ჩავლელმენ და ხბოებს მოუყვებიან. აღდგომის დღეებში თბილისში დაახლოებით იმდენი ადამიანი იყო, რამდენიც ვახტანგ გორგასლის დროს. შეგენაცვალა. ისე დაიცალა თბილისში, რომ ვყვიროდი ეკოს ხმაც არ მესმოდა, რომ ვყვიროდი, ხო ხდები? გასაგებია. მე რა მიყვარს, იცი, მანქანებიც არ დადიოდა ქალაქში და გამოდის, რომ თბილისელებს მანქანებიც არ ყოლია და კიდე ჩვენ გვეძახენ სოფლები. კარგი. ცარიელი თბილისი გასაგებია და ცალკე თემაა საცობები ნიკოლას. მაგისტრალზე ისეთი საცობები იყო, რომ დასავლეთში ვინც ხუთშაბათ წავიდა, მარტო იმან ჩაუსწრო აღდგომას. ნამდვილად მასია, მე პირადად ვისწრობ ადამიანს, რომელიც ქუთაისამდე ვერ ჩავიდა და იგოეთში გადააგორა კვერცხი ვიღაცის საფლავზე. ამიტომ უნდა დარეკო წინასწარ ხალხზე და გაიგო, არის თუ არა საცობი. ასია ეს. დავრეკე საგზაო დეპარტამენტში რომ გამეგო, იყო თუ არა საცობი და მე 1000-ზე ვიყავი რიგში, ანუ ტელეფონში საცობი იყო. არა უშავს. საცობში დგომასაც აქვს პლუსები. მე იმდენ ხანს ვიდექი საგარეჯოსთან, რომ 3 ბავშვი მოვნათლე. მე მგონი გეწევი. კარგია. საგარეჯოები, კაი ბავშვები. კარგი განწყობით უნდა შეხედო ყველაფერს შემოპატა. ბოლო-ბოლო ჩვენ შოუში დოლგარბოზე უგრავს და გეიმის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. დიდი მადლობა ბიჭებს. მოკლედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის შეტანას გეგმავს. მე არ გაგვიჭირდება ჩინური სწავლა. როცა უნდა გაგვიჭირდეს? 1,5 მილიარდმა ჩინელმა თუ ისწავლა ჩინური, ჩვენ აღმერთი გაგვიწება ვიცია. ისე კარგია, ჩინურს თუ ვისწავლით. მე აღარაფრის სწავლა აღარ გაგვიჭირდება ცხოვრებაში. და სასწავლო პროგრამაში თუ შევიდა ჩინური ენა, მალე შევხვდებით თემებს. ჯეკი ჩანის და ბრუსლის შედარებით ახასიათება, ქალთა სახეები ლაოძის დიდ სიცარიელეში და სინძინპინის ანდერც. როგორც ვიცი, უკვე დაუწყიათ რაღაცეების თარგმნა და მარტო აია რო გადათარგმნეს 8 ფურცელი გამოსულა. კი დაანებეს მერე თავი. სხვათა შორის, მეც დავიწყე ჩინური სწავლა და ჩვენ რომ ობობის ქსელი გვეგონა, ჩინური ასო ყოფილა ეგ. თუ სწორად მახსოვს ძი. ეგერად. ჩინური სწავლა კიდე რატოა იცი მაგარი? ტემუდან ვიწერდი. გამორჩი მასოს წერას, წერა რომ დავიცი. მეთქი ბუზდაზდებს. კიდე რატოა თუ იცი ჩინური სწავლა მაგარი? ტემუდან რომ ვიწერდით იმდენ რამეს და ჩინური რო გეცოდინება, მე მართლა იმას ვიყიდით, რაც გვინდა. ისე ტემუ ქართულად თემურაა, ხო? არ ვიცი, მაგასაც ასწავლიან მალე სკოლაში. ახლა წარმოვიდგინე მშობელი რო ეჩხუბება შვილს. ბიჭო, მამა, შეოჯახარ შედებულო მათემატიკაში და გეოგრაფიაში. დაბალი ნიშანი მის, მაგრამ ჩინურში ელემენტარულია. და ჩემო ნიკუშ აწი ჩინურ მასაჟზე თუ წავხალ თავაზიანად მიესალმე მასაჟისტს. ის შეიძლება შენი ბავშვის მასწავლებელი იყოს. ან გახდეს ისე სკოლებში პარაშუტით ხტომაც რო ასწავლონ, ცუდი არ იქნება, რადგან საფრანგეთში რაგბის თამაშის გახსნისას პარაშუტისტი სტადიონის სახურავზე გაიჭედა. ნახოთ ეს სახალისო ვიდეო. ახლა ჩვენ ხალისობთ, მაგრამ იმ კაცის გულში საკაკება. რა დღესია. ბურთი უნდა დაედო ცენტრში და სახურავში გაეჭედა. იქიდან ყიროდა ვერ ჩამოვდივარო და ბურთი ჩამოაგდო და შენ რაც გიდა ის ქენი ჩამოაგდე ეგ ბურთიო და შენ იყება და კოციადო და ასე და ბედნიერი. მართალია პარაშუტისტმა ლელო ვერ დადო, მაგრამ შვენიერი გარდასახვა გააკეთა ჰაერში.
მოკლედ იმ დღეს სტადიონზე 2 დროშა და 1 პარაშუტისტი ფრიალობდა. პარაშუტისტი იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ ყოფილმა პილოტმა ძველი ბოინგი შეიძინა და სახლი მოაწყო ტყეში. ვნახოთ ეს ორიგინალური პროექტი. შოთაშორის მე ძალიან მომწონს ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა. მშვენიერია, ჩემთვის ესაა ერთადერთი თვითმფრინავი, სადაც შემიძლია მშვიდად დავიძინო მე. როცა ვიცი რომ არ აფრინდება. აი ეს არის გადასწარი. რას ლაპარაკობ, კაცო? არ აფრინდება კი არა, მაგიტომ მოაწყო თვითმფრინავში სახლი. თუ არ მოეწონება იქ ცხოვრება და აქ გადაფრინდება სხვაგან დაждდება და ასე. საინტერესოა. ამ სახლში რომ შედის ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადაყავს თუ? კი. და დილაობით ცოლი აღვიძებს ყოფილი სტიუარდესა და ასე ეუბნება ხელების მოძრაობით. შეხედე, საუზმე გაშლილია მე-13 რიგებს შორის. მანამდე გთხოვთ მიაბსათ ბორტის ბოლოში გალაგებულ ტუალეტში, ხელით აიბანოს შტურმანის კაბინაში და მიირთვათ საუზმე. კი ბატონო, მშვენიერი. მომეწონა ეს იდეა. თუ ყოფილმა პილოტმა თვითმფრინავი გადააკეთა სახლად, მე პენსიაზე რომ გავალ თეატრს გადავაკეთებ სახლად. სიბერეში რო არ ვიყო მეფელიერი ვიტოვებ. კარგი სტუმრებისთვის მექნება ღია შუშაბანი და გაუშვე სუფრას. და არასასურველი სტუმრებისთვის ეზოში ავიძაღელიას მოვაწყობ. რა მაგარი იდეა, გადასაი. ხანდახან შეთა სტუმრად მოვა სავანიშვილს დედinat ვარ და მეკინა სავანიშვილი. კი ბატონო, შენ ასე გავაგზავნეთ ნაირად ცხოვრებას. კი ბატონო. ეგრე პროფესიებით რო გავყვეთ, შენ თეატრის გადაკეთება გეკუთვნის სახლად და გოგიას გარმონის ჩასადებში უწევს ძილი. გარმონის ჩასადები. მაგრამ რა თავარ თუ შეხედე გოგია კიდე შეიძლება ჩაეტიოს გარმონის, მაგრამ გიორგის საქმეა საქმე. ნუდუკის შიხორში რა. აგიდა რომ მოისვენო. ჩვენი ბიჭები ინსტრუმენტების ჩასადებში ეტევიან და ზოგს დედამიწა არ ყოფნის. აგერ მაგალითად ამერიკელი მომღერალი კეტი პერი სრულიად ქალბატონებისგან შემდგარ ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში გაფრინდა. ჰეი დავშენ. ხო გეუბნებოდი გაფრინდებია თუ შენ გალსტუკი არაფერა. კი ბატონო, გაფრინდნენ კეტი პერი და მისი სადაქალო კოსმოსში, მაგრამ 8 წუთში დაბრუნდნენ უკან. უთო დარჩენია ერთ-ერთ ჩართული და მე ვიკვირს კოსმოსურმა ხომალდმა როგორ გაუძლო ამ ამბავს. ატმოსფერულ წნევას? არა, ამდენ ხალს ერთად. ისი ამ საღდგომოდ რატო გაფრინდა ეგ მაინტერესებს. დავიჯერო კეტი პერის ბაბო კოსმოსში ყავს დასაფლავებული და კვერცხს გადასაგორებლად გაფრინდა. გალაქტიკაში რო გადააგორებ კვერცხს. ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც ნაღდი ვიცი, აღმოჩნდა რომ პლანეტა ვენერაზე დღე უფრო დიდია ვიდრე წელიწადი. იცით, ეგ როგორ ვერ გავიგე, ვინ გითხრა, ახობელი ყავს ვენერაზე თუ როგორ? ისეთმა კაცმა მითხრა წყალი არ გაუღა. ინტერნეტში შევხვდა. ანუ პლანეტა ვენერაზე ერთ დღეში 365 წელიწადია, ხო ესეა? კი. ერთ დღეში რამდენი დაბადების წელი ფიქრობ უნდა გადავიდე ვენერაზე საცხოვრებლად. კი ბატონო. დღეში ორჯერ ვაღრიშთავ დაბადების დღეს. აღდგომას ახალ წელს და სულ დალევის მიზეზი რო გაქვს. რა ჯობია მაგას? არაფერი, მე ისე ლიკუნაზე გადავალ საცხოვრებლად ჯობია. ისი აქაც ეგრე რო იყოს, რა კარი იქნება, ცოლი რომ გეჩხუება, არ დალიო. ეტყვი ხვაიდან აღარ დავლებოდა ეგა. შვი წელიწადი. აბარა, ანუ რა გამოდის? გაზაფხულზე საუზმობ, ზაფხულში მუშაობ, შემოდგომაზე სახლში მიდიხარ, ტელევიზორს ჩვენ შოუს უყურებ და ზამთარში გძინო. მოიცა, ვენერაზე რო ვინმე არ ეგრძელო, 100 წელი იწოწყლეო, ფაქტიურად წეული ეს. შეიძლება მარსი გლეწოს თავში. კიდე გამიჩნდა კითხვა. ხალი რო დილით დაორსულდება, საღამოს აჩენს უკვე, ხო, ერთ დღეში. მოიცა, მეც მაქვს ერთი შეკითხვა. ვენერაზე რამე დანაშაულს თუ ჩაიდენ, დაგიჭერენ 3-4 წელს მოგიჟიან და თუ ძალიან ძიმე დანაშაულია შეიძლება 2 დღეც შეიძლება მოგარჭო. აი, 2 დღე. ახლა სულ დავიბედი, ამიტომ ვიყოთ დედამიწაზე, რა გვინდა ვენერაზე. ახლა ბუღალტერია შემომტანე კიდია. შევეშვათ ვენერას, რადგან სხვა პლანეტებზე უკეთესი ამბებია. თურმე სატურნზე და იუპიტერზე ალმასის წვიმა მოდის ხოლმე. ალბათი წარმოიდგინეთ, რა კარგია. აუ მათ ჩამაგდო სეტყვის დროს, ახლა დიდი ტაშტი. რადგან და მე ისეთი ბედი მაქვს, რომ ჩავიდე, მაინც და მაინც მაშინ დაიწყება გვალვები. ისე იქ თუ ალმასები წვიმს,
რას მიაკვთ ეს ილონ მასკია მარს ეთქობა იქაც რაღაც კაი წვიმა არის და არა მოხს ეს რა თავარია სატურნი და იუპიტერი ნეპტუნში და პლუტონში არ აგერიოთ მან სოდნია ხრეშის წვიმა თუმცა ხრეშიც ისეა გაძვრებული კიღის მაცავს რაზე დავფიქრდი იცი ალმასის წვიმა რომ მოდის მეზობლები ერთმანეთს ეუბნები ალბათ წვიმამდე $1000 ხო არ გექნება რომ ასეს ხო და გაწვიმდება ჩაკარსეს გამოდის რომ მან წვიმა მოგონებებს კი არ ასველებს ამდიდრებს სიმღერაც ასეთია სატურნზე თოვლი იყო მაგრამ არა ციოდა ციდან ბევრი ალამასები წვიოდა და ბოლოს ჩემო ნიკოლოს ცუდი ამბავი მაქვს ოქრო გაძვირდა ბიჭებო ერთი უნცია ოქროს ფასმა რეკორდულ $3300 მიაღწია. ანუ ოქრო ისე გაძვიდა რომ ლამის ოქროს ფასი გახდეს მალე. არადა ცალვამთხო ან ოქროს ბეჭედი მეკიდე ან ახალი სმარტფონიო და დავაძეხი მეტექნიკის მაღაზიაში ვატყობისა. როგი მოიცადე იაფი როცა ოქრო მაშინ არ მოიყვანე ცოლი და ახლა ოქროს ბეჭედის მყიდველი რანაირად ახარ შენ გამაგები ხო გთხოვდი გეხვეწებოდი რა გინდა ვერ გავიგე არა უშავს შეობა და სამაგიეროდ გამოდის რომ თვითონ ქსოვრელების ფასი გაზრდილია რადგან ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიპის განწყობაზე გვაყენებს ოქროს ბიჭები ქსოვრელები და გიორგი ბაჯაღლო შოშიტაში გადასარევი ჩემო ნიკოლო სანამ შენ დალაგდები ერთ კარგ სიმღერას ვიღებ. მე მინდოდა მეთქო მაგრამ შენ მომასწარი აბა მინიჩენზე ჩვენ აგერ გამოუსვით იმას ერთაგს გამოსვით. შორს დაიჯერებენ ჭორს რომ ბედი არ ვწყალობდა ჩვენოს სადღაც შორს დაიჯერებენ ჭორს რომ ბედი არ ვწყალობდა ჩვენოს შოულობ მეც გიტარაც მეგულს მწვეთს როცა ჟღერს შენ არ მოიხრიქეც მშვიდად ამივლი გვერდს რადგანაც ეგ გული სხვისთვის ღერს შენ არ მოიხრიქეც მშვიდად ამივლი გვერდს რადგანაც ეგ გული სხვისთვის ღერს სართულებს გაყვება მავთულებს ამ ამბავს გატანს ხარის ხმას დასუბრებს ქართულებს სიმღერით ქართულებს ველღვინოს დოკებში ჩაგვისხავს დასუბრებს ქართულებს სიმღერით ქართულებს ველღვინოს დოკებში ჩაგვისხავს დაიჯერებენ ჭორს რომ ბედი არ ვწყალობდა ჩვენოს შენ არ მოიხრიქეც მშვიდად ამივლი გვერდს რადგანაც ეგ გული სხვისთვის ღერს დასუბრებს ქართულებს სიმღერით ქართულებს წველღვინოს დოკებში ჩაგვისხავს დასუბრებს ქართულებს სიმღერით ქართულებს წველღვინოს დოკებში ჩაგვისხავს
ახლა კი ჩემო ძვირფასებო, გვინდა ჩვენი სტუმრები წარმოგიდგინოთ, როგორც იცით, რამოდენიმე დღის უკან დასრულდა მეგაშოუ ნიჭიერი რუსთავი 2-ის ეთერში და რა თქმა უნდა, აი ამ პროექტის გამარჯვებულები გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. გთხოვთ მიმესალმოთ მეგაშოუ ნიჭიერის გამარჯვებულები ნიას სტუდიო. Pilotsav, pilotsav. Თქვენ ჩემს კი გადმოვზარდი. Pilotsav. Bravo! კიდევ ერთხელ ამ სიხარულს ალბათ კარგი დრო დაჭირდება ჩემო ძვირფასებო რომ გაგიაროთ და განელდეს და მკვირცხლი კითხვა მაქვს. ეს სახლი მოიგეთ, ხო? კი ბატონო. ვინა? კი ბატონო. ვინა? 27 ოთახიანია? მგონი არის. კი. კი. ხოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეებზე გადავინაწილებთ და ხო, ძალიან საინტერესოა. თქვენ ახლა ხუმრობთ, მაგრამ აი, გაყოფა მაინც რთულია. თუ როგორ არის გადაწყვეტილი, ვისთან მიდის ეს სახლი? ვინა, რას გადავეკიდე, ეთყობა სახსაც ჩუქნიან, ეზოყურეთი. გვაცალეთ ბატონო. აგერ პროექტები წამოვა კიდე და ვინა სახლია. არა, მაგარია რომ დაგიფასდება შრომა, გასაგება, მაგრამ მე არ მოგეშვებით, მაინტერესებთ ვისია ეს. აი რა ვიცი. ნიაუპა. შენ არ გადაგიწყვეტიათ. საიდან გავათამაშო ახლა შიდა სიტუაციაში. გენაცვალე ნუდაშლის სტუდიაში. ხემძღვანელი ხო თქვენ ბრძანდები? კი ბატონო. ხემძღვანელი თქვენ ახართ? რას მელაპარაკებთ? მეც ის არ ეთყობა დაკონკილი ბავშვები შემოიყვანა. რაიშბინის პიმცებია, რაღაცა უფრო მეტი მახსოვდით მე თქვენ. ხო, 27-ვე ხარ. ეხა უკვე გულის უკვე რაღაცა ხდება. ცოტა და გამომაყვა. აი ბინარას მოვიგეთ გავყარეთ შევწირდით მე რომ ეს ბევრზე არ გაგვეყო. რაღაცი გჭირდება. ესე გადასარევია გილოცავთ კიდევ ერთხელ სრულიად საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროექტში როცა ხდები ხალხის რჩეული და მინდა უბრალოდ ორიოდესოთ ხა ყველა ალბათ შეგეკითხებოდათ მაგრამ რიგით ჩვენ დილამშვიდობისას და შუადღემ დაგვასწრო მხოლოდ თორე ჩვენი ფორმატის გადაცემები არ თუ ისე ბევრია ჩვენ ვართ აქ მაგრამ მაინც მიხარია რომ თქვენ ჩვენ შეგხვდათ წილად განვიხილოთ ამ გამარჯვების მერე საზოგადოებასთან ერთად და როგორ დაიწყო ეს თქვენი მოღვაწეობა, რამდენი ხანია რაც ხართ, რამდენი დრო გავიდა ასეთ შედეგზე რო გახვედით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა, ეხლა რა ვიცი, არ არის პატარა ამბავი ხა ასეთი მოგებაც. თბილისში არის ეს თქვენი? თბილისშიც და რუსთავშიც. ისე რუსთაველები ხართ? როგორც ვიცი თქვენი შვილიც ჩემი შვილია კესო. კესო. აჰა. აბა დანარჩენებს რა უნდათ? მე რა ვიცი, აი მეცილები და ჩემი შვილობილები არიან. და შვილობილები, ხო, ჩემთვის მე და დედა ვცეკვავდით აგე რაღაცა მღეროდით. ზითვები აქვს უკვე გოგოს. რამდენი კვადრატულია? არ მოგეშვები ვიცოდეთ. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი. ჯერ არ ვიცი არაფერი. ანუ იმდენად გახარებულები ვართ ამ ემოციით, რომ ნიკოლოს ერთი გადარეკი რა, ჩვენი პროდიუსერი და ხო ემხარხვა მოიგო ეს. იმედი გვაქვს კაც 2 კვადრატი მოგვიწევს. ორივე ერა ნახევარიც რომ მოგვეცი. სულ რამდენი არიან ჯგუფში რა? 27-ნი არის. 27. რა გადარჩა? 26 ბინა გაქვთ მოსაგები და ყველა თქვენი კი ბატონო, იგივე. ჩვეულებრივად. კი, ვაპირებთ. ეხლა რაღაცა პროექტები იქნება ის. რუსთავში აი იღებთ ყოველწლიურად ან რაღაცა გადახალისება მიდის თუ რაღაცა ერთი ანსამბლია თუ ბავშვებიც აკავთ პატარები მომავალი თაობა თუ როგორ არის ამბავი? ანუ სტუდია ვართ ჩვენ. გავიგე, ეხლა როგორი დაწოლა იქნება, ხო ხდები რომ არ იქა? კი ბატონო, ეხლა ნამდვილად დასრაბად უნდა იქნება გავფართოვდეთ. და გვჭირდება გაფართოვება და იმედია რომ ეს ბინას დაგვეხმარება გაფართოვებაში. მიზანი ეს იყო ეხლა ჩვენი და ზოგადად ვმუშაობთ ეხლა მარტო მე არ ვმუშაობ. კესოც მეხმარება ამ ეცადინებს ბავშვებს, ყავს ქორეოგრაფი. და ეს ერთობლივი ძალებით ჯერ მარტო ვოკალი იყო, მერე ქორეოგრაფიას დავამატეთ და ამ ყველაფერთან ერთად წამოვიდა იდეა, რომ
უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა და ესე ჩამოყალიბდა გუნდი და წარმოიქმნა მე ჩვენი შოუ. და ამ პროექტში მონაწილეობა ბავშვების თუ ხელმძღვანელის იდეა იყო? ბავშვების იდეა იყო, ერთ-ერთმა მოსწავლემ მომაწოდა ეს იდეა და ხანდახან უნდა დაუჯერო ბავშვებს. კი, უნდა ხშირად დაუჯეროს. როგორ? წილი ეკუთვნის. ამდვილად. აი, მაინც ბავშვებზე მინდა რო გკითხოთ ახლა როგორია ბავშვებთან ურთიერთობა თან სტუდიის ხელმძღვანელისთვის და პედაგოგისთვის. მართლა გითხრათ, მე ვერც გამოვარჩიე, რომელი იყო ბავშვი და ხელმძღვანელი, მაგრამ ვერე, რა დავადგინე. აღმოჩნდა, რომ თქვენ ბრძანდებით უბრალოდ ჩაცმულობაზე მივხვდი, რა გემეტებათ ბაღები და კოსტიუმების ხატვარი ვინ არის? სხვათა შორის გამახსენე. იდეა, ანუ როგორც ახლა ნიამასწავლებლის აზრიც იყო რაღაცეები ჩვენ და ყავს კიდევ ადამიანის გარჩევას. კი, არა. მეგონი ეს კონკრეტული ნომერს შესაძლოა. შინაარსიდან გამომდინარე სიმღერის და მე ხო შოუს რა მოუხდება უფრო მაგაზე ვფიქრობთ ხოლმე. და მე ერთობლივ ვძარებთ ესე ჩამოვაყალიბებთ ხოლმე დიზაინს. მე, დედა ჩემი და ქორეოგრაფი და ეს დიზაინერი. ძალიან კარგი. ანუ თქვენ მაინც არჩეული გაქვთ მიმართულება კონცეფცია, ასე ვთქვათ, კონკრეტული ერთი სიმღერა შეფუთული სანახაობრივად ქორეოგრაფია, მოდი ვთქვათ, სპექტაკლის ელემენტები, თორემ უფრო მუსიკალურ მიმართულებაში განვითარებული. ხო, ნებად შოუ. საინტერესო იქნება თქვენი, ასე ვთქვათ, რომ ცადოთ რომელიმე ისეთი ესე არ გამომივიდეს ცოტა ხმამაღალთ, მაგრამ დაახლოებით მიმსგავსებული როგორც იყო ეს გენიალური ვერისუბნის მელოდია. ანუ მიუზიკლის რაღაცა ისე რომ ან დაიწერო სანრამი ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება და უნდა უბასუხოთ ფილმის გზას. მუშაობთ. ვაცალებ. არა, იცი რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ სიმცეში ბევრი არ არის ესეთი მსგავსი. ზოგადად ბავშვები და ამასაკში ესეთი რამე არ ყოფილა. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ფართო მასშტაბით არ ყოფილა ნამდვილად. რაღაცა სიახლე, ახალი სიტყვა ვთქვით და გვინდა რომ განვითარდეთ, კი ბატონო, ეს ოღონდ ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრ რაღაცასთან, ჩვენთვის უკვე პრობლემასთან დაკავშირებული, ხარჯებია, სპონსორია, საჭირო და თუ ეს იქნება პატარა აივანს გაყიდით ჯერ რაღაცა. აი, ფიქრობ. ესე იგი, კიდე ბავშვებზე რა მინდა რო გითხო, ნუ ახლა ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, თავისთავად და მიდგომა არის საჭირო რა. და ძალიან ისეთი განსაკუთრებული ხوار არიან ახლა 27 ბავშვი ახლა ყველა ერთი ჭკუის ვერანაირად ვერ იქნება, ზოგს თავის ხასიათი, ზოგს არის ხოლმე ვიღაცები, რომელიც არის განსაკუთრებულად შენ რო გიყვარს მაკვარახცი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს იუმორი. ანუ ჩვენი გაკვეთილი და ურთიერთობა იუმორის გარეშე წარმოუდგენელი. აუცილებლად. მყავს ახლა რამდენიმე განსაკუთრებული მასწავლებელი, სახელს არ დავასახელებ, მიხვდებიან თავიანთ თავებს თვითონ. ერთი მძინარამზე თუ ნახავი მყავს, რომელიც მუდმივად გვერდით მოდის და გაკვეთილზე გვერდით მიჯდება და რო გავიხედავს ძინავს. ახლა ხო იცის გაღვიძებული, ხო იყო, ხო გაიგორო. თუ არ ჩაეძინა. ეხლა ძინავს უკვე და გავაღვიძებ რო გავალ. ხო და ეს გაღვიძების პროცესი მიყვარს ძალიან, რომ ცოტა ბოროტულად ვაღვიძებ, ვაღიარებ და ვაშინებ. მე ამით ხალისობ. მაგითო გითხარი, თქვენ ვერ გაგანსხოვეთ თქვენ, ამიტომ ვარ ხარ და გენდობიან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. მათი ჭკუის ერთად აკეთებ საქმეს. ჩემოს ერთ ბავშვს გავარკვიეთ, უკვე საძინებელი ვისი ყოფილა. ხა სამზარეულოსია. ჭამა. აი, სამზარეულოსია აგერ თქვენს. აბა სამზარეულოს რომელი იყო? მომზადება თუ მიყვარს. ვინც გამოიშედა კარს გაჩნია. კი, ჭამა მიყვარს. მომზადება თქო, ვეკითხები გოგო. მე არ ვიცი არა. მე მიყვარს. როდის მოვამზადო? გამღერებს დედა. როდის მოვამზადო, რა აქვათენებთ აქ. სხვა კონკურსებში თუ გქონდათ მანამდე მონაწილეობა? ესე გუნდი არსად არ ყოფილა. ისე სოლო შემსრულებლები კი არიან ხოლმე. ძირითადად საბავშვო კონკურსებში, იმიტომ რომ ასაკობრივად არ არიან ჯერ სრულწლოვანები და არ უწევთ დიდი ასაკის. თუმცა ეხლა რაღაცა იგეგმება ახალი პროექტები და იქაც იმედია რომ გვექნება შანსი, თქვათ, იქაც ჩვენი სიტყვა. კარგი, აი რამედა, იცი? ბოლოსკენ მინდა წავიდე და რა თქმა უნდა ის განსაკუთრებული ნომერი გთხოვოთ, რომელსაც ასრულებთ თქვენ, მაგრამ
აი თქვენ მინდა რომ გკითხოთ, აი რა გინდათ რომ უთხრათ მაგალითად ადამიანებს, რომლებმაც აი ესე დააფასეს თქვენი შრომა, რაღაც არ გაგიჩნდათ იმ მომენტში, რომ აი ეს ვერ მოვასწარი რომ მეთქვა რა და ამის თქმა მინდოდა, აი გაქვს საშუალება ხა რომ შენ მიმართო იმ ადამიანებს, ვინც ხმა მოგცათ და ამხელა ბედნიერება მოგანიჭათ. აი რაღაცით ხო შეუყვარდით ახლა, რამდენი იყო და როგორ ნერვიულე და აი მადლობა რომ მოუხადოთ, როგორც გინდა. ხო, აი ბექა გითმობ. იმართლა გეცრად ძალიან კარგია, როცა შემიძლია მართლა მადლიერება გამოხატო ხალხის წინაშე და მომიცა ამის საშუალება, რადგან ძალიან მადლიერები ვართ იმ ხალხის, ვინც გვერდში დაგვიდგა და ის ნაწვალები და ნაშრომი, რაც ჩვენ გვაქვს და ნამდვილად ბევრი გვაქვს, ამ დროის განმავლობაში რაც გავიარეთ, ყველაფერი დაგვიფასეს. ვინც ირწმუნა და ვინც ვერ დააფასა და ვინც ვერ ხედავს ჩვენ შრომას და ჩვენ ნიშს აუცილებლად მალე დაინახავენ და მალე მიხვდებიან, რომ განსხვავებულ რაღაცას ვქმნით და ყველას გონებამდე და ყველას თვალამდე გვინდა რომ მივიტანოთ. ჩვენი ვისაც აი ასე რომ მოვლე რა და ასე აი თქვენ ნიჭიერებო თქვენ რა. მოვიდნენ. კარგი, მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ეხლა რა თქმა უნდა გამომივა ისე და იტყვიან რომ მიკერძოებულად საუბრობს, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩვენი მართლა მშობლიური ბევრი წლები გავიარეთ ამ ტელევიზიაში მიგვაქვს და მაგრამ მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რომ ჩვენ არა ვართ ისე მძლავრად შეიძლება როგორც ჩანს, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო ხელმძღვანელობის, რომ ორი ბინა გათამაშდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ნიჭერებისთვის მოგეცათ საფუძველი საშუალება, რომ რაღაცა ასე ვთქვათ გადაგედგათ თამამი ნაბიჯები და მადლობა ამ არხს ბევრ საინტერესო ასე ვთქვათ გადაცემებს, პროექტებს გვთავაზობ, სულ მალე ყველაფერს კიდევ გაიგებთ და თქვენს და ჩვენს კარგად ვიყოთ და დაგვალოცინეთ ის ჭერი, როცა გადახვალ დაგვიძახეთ, გაგვიხარდება. აუცილებლად. ვიმღეროთ და ვიცეკოთ ერთად. ახლა კი დამithმია თქვენთვის ეს სცენა და კიდევ ერთხელ მოგხვივლეთ თქვენი შესაძლებლობებით. დიდი მადლობა და გიტოვებთ ნია სტუდიოს. ახლა კი კიდევ ერთი გამარჯვებული, ეს ყარაჩეულებრივი ხო ყავდნენ ახლა და ახლა ძალიან ნაცნობი ჩვენთვის განსაკუთრებით ჩვენ მისი პირველი ნაბიჯები თავშივე შეგვაყვარა თავი და ჩვენგანაც მიიღო აღმოვაჩინეთ როგორი ნიჭიერი ბავშვი. ჩვენგანაც მიიღო საჩუქარი სამშაბათს ფინალში შენ თავად გამოაცხადე ეს ყველაფერი. მე პირშენ არ მქონდა მაგ დროისთვის ვერ გამოაცხადებდი. არ მინდა ეხლა ვერ ვიყავი კარგად და ნინი თავის დედიკოსთან ერთად მე ხა იმიტომ ვაცხადებ ასე ხშირად რომ მიამაყება და შეძლო ჩვენმა იუმორისტულმა გუნდმა რომ ეს გაეკეთებინა და საჩუქარი დედიკოსთან ერთად თავის დაბადების დღეს შეხვდება. ნუ რა თქმა უნდა მიხვდით პროექტ ნიჭიერის ფინალისტი ჟიურის რჩეული, რომელიც ასევე მეორე ბინის გამარჯვებული მეორე ბინა შეხვდა მას. ხო ესე? აბარა. ნინი ორკოშნელი რა სტუდიაში წავედით. გადასარევი, გილოცავთ. ესე იგი, ნინი, ეს იმდენჯერ იყავი ჩვენთან სტუმრად, რა ვიცი, სადაც გინდა ჩამოჯექი როგორც გინდა. უბრალოდ ეხლა მე რატო გავაკეთე ეხლა ეს ფურცელი, რომ სპონსორი ხო ვიცი, მაინც სპონსორია და მე მინდა მადლობა უთხრა ატლანტ დეველოპმენტი, ატლანტ, ხო? დიახ. რაც დროს დავუბერდი არადაადრე 60-იან და 20-იან ჩვეულებრივი ვარ ჩვენი. მოკლედ მადლობა რა ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ორთაჭალაში და იქნები ბედნიერი ჩემო კარგო არ დაგავიწყება. ხო, შევასებთ ახლა ბიჭებს უცებ დავასრულებ რომ კი. რა იღებ ვე? კი, ძალიან აი დამნერვიულობდი. ხო, მაგრამ მაინც ისეთი ფინალი დადგა რომ
რაღაცა შენი გზა დაწყებიდან იქამდე რაღაც იღბლიანად დაიწყო ნიკოლას, ხო? და თან ორთაჭალაშიც ახლა უფრო იქეთ მალე ჩამოვახოლმე ხა ხშირად რომ უყავდეს თუ და აი რა ხდება ბინაზე თან დედასთან რომ გაიარეთ? ისეთი სასწაული მოხდა. ეს ორთაჭალაში, სადაც არის ბინა. ადრე მომაჩემს ქონდა პატარა მონაკვეთი, ზუსტად მაგ ადგილას, სადაც კი ეგ ორთაჭალა იყო, მაგრამ მე რაღაც გაურკვევლობის გამო ვეღარ იმასკდა რა. დიახ და ეხლა რომ ვიცი უცბად აქ მოიცადე ეს მიწის მაგ ადგილას მოწეს ბინა. იქიდან გეხმარება ის აი გაანაზროს ბინას ხარ. ერთი რა მინდოდა შემდგომს მეკითხა. მოკლედ ძალიან წარმატებული წელი გაქვს ასე რომ ვთქვათ რა ეს აი ფინალზეც ისეთ საჩუქრებით მთელი ამით ანუ ეს მაყურებლის ჟიურის განამარტო ჟიურის მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურენ და ნამდვილად გეკუთვნის ეს ყველაფერი და რა მინდა რომ კითხო. წელს მეკლე ვიყავდა შენ. ისეთი სასაცილო რამე მოხდა. ჩემი ძაღლი შემოვიდა რა ქვია. ბროლია რასაბობდი. უჩხიბედინერი. შეგიგაძვე ეძახს კარგად. ბაქსი. მე ბაქსის გადაუღე ფოტო. ჩაგვიგდე და ვინა რომ თელმა ერმა ნახოს ბაქსის სურათი და მე მაგას ზაღლებს ხო თავის ტელეფონები აქვს და ჩემ ზაღს დავარეკიებ რა რომ გაისად გვესტუმროს მაგარი გულიანი ყოფილა და ეგეც ერთგვარი ამბავი ახლა შენ სადაც ცხოვრობ რიგი დადგება და გამეორდა და ყველაფერი ფილმები დამწერლობა ნამდვილ ამბავზეა ჩვენი მწერლობა პოეზია დაფუძნებული სიღრმის კინემატოგრაფია და ყველაფერი მოდი რა გვიმღერი რა შენი ეს ფრანგული არაჩვეულებრივი თან ახლა მიდიხარ ენას გაიტეხავ ახლა გამიხდა სასწაული ფრანგული რა კიდე ახლა სასწაული გაგხვიეთ ხო კარგია იყოს ფრანგული და ჩინური ერთად უკვე სასწავლე კარგი აპლოდისმენტების ფონზე ჩვენი ნინი რა თქმა უნდა თავის არაჩვეულებრივ სიმღერას არაჩვეულებრივად შეგუსწრებს და კიდევ ერთხელ გილოცავ და მადლობა ამ ნამდვილად კარგ პროექტს ნიჭიერს იმიტომ რომ შენ საკუთარი სახლი და ჭერი გაქვს და შენი ნიჭით რაც თავარია
შემოგეორეთ ბიჭებო, გენაცვალეთ. გენაც ქრისტე აღდგა ხარხო. ჭეშმარიტად აღდგა, გენაცვალეთ მე თქვენ. არა, ერთი-ორი კვერცხი კი უნდა გქონო რა გაგაცდელი კვერცხი ვარ. ეს არის ბიჭო ბავშვობა ჩარსენილი, სულ დალეცა. შეკიდია ხარ. ვისული. აღადგო მამა წასულიყავი შენებთანა. შენებთან არა, შენები თვინგი გურევინა კვერცხით. ელაპარაკი ახლა არ ვიყავი წასული. როდის კაცო მე არაფერი გამიგია და შენ როდის იყავი წასული? საგეცალა შენ ჩემთვის. სტარავ შეგამეიფხიზნე, ჩემედი და ჩამევედი მე უკვე. აბა, სტრაფი ვარ გადახნ ორი გონია თუ. შენ რას დაგინახავდი ბიჭო, რამდენი ხალხი იყო იქა აქა ჩამოსული კაცო. თელავში საცობი კაცს არ უნახავს. აი ახლა იყო. ესე იგი მე რო თბილისელები მეგონა სულ სოფლელები ყოფილან ეგენის აიო. ასია ზამია. მე რო ჩევედი ორთაჭალის სადგურში და თერჯოლისკენ ნახშირელისკენ გადასახვავდე გამწევს თქვა. როდე ვიზახე დიდუვის სადგური და გამაგორა კაცო. მე გავდივარ აგერ. ისე იყო დაცლიკალა გიგი და გამაგორა აბა. ჯერ მარტო რასოფლები ჩამოთვალა, მაგი დამახსოვრება არ გინდა. ჩადი რა ჯულა. სადა ნახშირელე. საჩუმალაი. არა ძმაურა. თქვენ რა ქენით ბიჭო, იყავით გასულები, ქალაქიდან. გოგი იყავს ავტრედიაში. იყავ, შეგეთყობა, ეგ ეწნიანი გაგდახრებიდი. შენაგიო, იყავ, რო იცინი ეგრეო. შეიძლება სოფლდღმელი არა, ხარ ათვატყვები ხარ. სადღაც წავიდე, მამნატრები ხარ პირდაპირ უნდა გითხრათ რა, მამნატრები ხარ. ეხლა დღესა ხო ნახეთ როგორ ნახევარგაძე უმუშაო. ამ თავდება თუ უნდა გადავავს ამობელი ბენისკივით უნდა გავაკეთო ჭიქები. დაკრედა. დავცხოთ ერთი ჩაწერას მორჩენ და მივაყაროთ ხო შეგაგალასავით დალევა. ხო იცით ეგრეა, ხო იცით. სხვანაირად არ იქნება. არ იქნება. რა იყო კანო შეგიძლია ჩამოვარდები და მაიმალები მართლა პრიუსივითა რაღაცა თქვინა. ეგე ჩიტოვიჩის ისე გამოიყენეთ ეგე. რაგი? მე თავი დამანებეთ. რამოდენა კვერცხია ქნაჭა ვერ ლაპარაკ. გალბატონო მარია. დამზადაგე. ეგერია. რაიო რა თქვა ბიჭო? არაქეთი აღარა მაქვს. ბიჭო რა უნდა მეთქვა აბა? დევიღუბე ზამია და დევივსით. რატო? გუნდია ოჯახში. ამალ თუ აი საკაცო დაიცა რას ძახი შენა რო ეხლა მე იმაში ეხლა რასო? რასო? კაცო არა, კაცო რანაირად გაიგე? ცუფრაკი გაშლილია, მაგრამ მე ვეღარ დავლენ. შენიღავი კარგად შემოდაი არ მევიტყვი სული ჯანდაბას ჩემი თავი და ღვიძლი მე დავლე შენ მაგივრად არ არის პრობლემა მაგერია. ეგე სად გამოგვადგა ჩიტოვიჩი გენაცვა თუ არა? მიდი შენა შევწყოთ ეხლა რეგიონალური ამბები თორე ეგოი ჩერდება ეს. ეცებს ზავია მე მარა. სადა რეგიონი შემები ამ კვირაში მითხარ. არ გამომხიზნებულან ერთი კვირა შეგენაცვალე. სოფლიოს საინტერესო ამბებს რომ მივაწვეთ რა სიტყვის შენ. მე ეგ უფრო მიყვარს რო იცოდე შენ. აო და აგერ მოგახსენეთ ბატონო ერთ კაი საინტერესო ამბავს. მიდი აბა მოხა. ეს აფრიკული ვირთხა ხო იცი რომელია? როგორ ვიცი კაცო, აფრიკული ეგლეში. აბა მასე ჟვაკური ვირთხა შო. აფრიკული ეს არის აფრიკული. აბა თურმე მაგი ყოფილა გადასარევი გამნაღმველი. საპიონი რა. რასო? ანუ ბომს რო დაინახავს მივა და გაინაღმავს? აბა განათლებული ვირთხე ვიყოლიათ აფრიკაში. რა ვიცი ჩვენებს კანალიზაციიდან ვერ მეიყვარ დაძრები და ჩერჩეტოვიჩი უშტო. იგი რა ლიგებს ვირთხა ყველა. მაგარია მაგრამ ეხლა უყურე შენ მოდი ამოვცხადო თუ მართალია ერთი კაი დიდ ბომბს ადავაჭერინებ ხელში დედა შენსა. მოიყვანა აფრიკულ ვირთხასა და ვნახოთ აბა თუ გაინაღმავს. ხო? ბიჭო, რო ვერ განაღმავს? რო ვერ განაღმავს?
ვერ განაღმასდა გვეცოდინება რომ ეგ ამბავი ტყუილი ყოფილა ეგა რავია სამო ბიჭო მემრე დედა ჩემი ხო ნუ დედა შენი რავი 40-მდე ჩამოვარდება და მაგრამ აიქნება ეხლა მაგაზე არ მიფიქრე მართალია ხო კაი დიდი მოყოლია ეგეც შედა დავედი მე ებუტება ხა დედა შენი ესეთია დაგონაღამს უყველასა თვითონა კარგი ხო მიდი ჰა იცოდით თქვენა რომ ლურჯი ვეშაპის ენა უფრო მეც იწონის ვიდრე მთლიანი სპილო აი ხედავ შე მიდუარი ვაგერას რომ ელატრიალებს ვირში ამ სიცმერა ორი მოსატრიალებელია როზმუის საწოდავად აბა ბიჭო აბა სპილოს ხედელის ტრიკი საგაიგონია შე მარტივი საქმეა რა ხენა ენა იქორია მაგრამ სიგჯეში ჩემს ენა უფრო დიდია გეუნებში სიგჯეში გეუნები დაანებე დედა ჩემს თავი კაცო გითხარი უკვე და ეხლა გავანებო მაგრამ სპილოზე დიდი ენა აქვსო და ის ეხლა როგორ იქნება ეგა ინდური სპილო იხელა თუ აფრიკული სპილო იხელა ჰა ეგენი ხო იცი ზომებში განსხვავდებიან იო კი ძო მაგრამ ის ვიცი ნამდვილად რომ ინდური სპილო იწვრთნება და აფრიკული არა რა აფრიკული შტერია თუ უძდელი ჰა რა თვერი თუცანება ვითომა თქვენა ინდური კინოები ხო გიყვართ კაცო ხო არა აი სუ სიყვარული როა სიმღერები ტაშიტუში გაუდით და იქა სპილოებიც ამას უყურებენ გაიგეთ ჭკვიანები ხდებიან აბა ეხლა აფრიკული სპილო რას უყურებს ის უბედური სადა იქ ან კინო და ან კიდენე ცირკი გაველურებულები დარბიან ეგენი კაცო ეგ აფრიკელები ვერ არიან ყოჩაღები თორემ აგე კახელებმა მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი ცხოველი ვირი გავწვენი ჩვენა ბიჭო სხვანაირად უნდა ეხლა დალაპარაკი მაგა ეგ მიდგომა მიფერება ჩახუტება და იცნება ეგრე ეგრე მიდი თორე ძალიან გადავიჭერე ხლა გააგრძელეთ რა მეთე როგორ გაიტრუნეთ რა იყო წარმოიდგინეთ თუ რა შეაცა მიდი შეგაგრძელე მალე გაინასგონი ქონა აღებული ვენა ის თუ იცით იხნის კარტა კვერცხებით რავდება მაგრამ კურტუმო არა აი კვერცხებით რავდება მაგრამ კურტუმო არა რა ხოია ტრა აი მოვაი კირასი ჩაოლებრივი მე მოვისვირე ვერ გავიგე ზამიახა მე ისა თუ ისა რა კვირტუმო რა კვირტუმო ჯო კურტუმო რა კვირტუმო ამას უგადაგვაჯიშა მე კურტუმო თუ არა მერე საიდან უშობს იყვარს ზარდი გამაგებია პირიდანი აძრობს ფოკუსდიკივით თუ რა ხო არ ვიცი მაგრამ კურტუმო რო არა აქვს ჭკვიანურია ეგ ეხლა იგეთი დრო მოიდა იხნის კარტას ვეღარ ენდობა კაცი ეგ იხნის კარტა კიდენე რომელია დაზროშობა ყვით ეგ იხია ბეცო იხნის კარტა სხვანაირად არ შევა ეხლა მე არ გამამდი საირა მაგრამ ვადექი მიდი აბა გაი არ გამაერი მიდი აგე მიდი მიდი აი შეიკადი აი გაიარე მაღლა აბა მოტრიალდია კი ცოტა ხელები აგრე წინ გამოვა ეგ იხნის კარტა შეხედე აგრე შევა იხნის კარტა ეგ დიარა რაიმე მილიონჯერ გითხარი რომ ხალხში მამასხარავებენ ვინ ვიყურებს კაცო რა საქართველოს დავედი მე არ სახვიდან შემოდაი არ გამავჭრა ხალხი გეხვეწები რა იქნება კაცო საადილი არ გავაცხელო აგე ხედა ხოლო მაგას გეურები საათი რა გითხარი აბა რა ურაქრა მიმზადი გერაცვალე გევიჭირებ თაგერ როგორ მე და ჩემი ხოიაგა და ჩაონთორება მიმოხილოს გაჯიროით ვარა ბაიც შეგი დააკვირდი აი რამდენჯერ ვთქვი რამოდენა ადგილი მეაქვს ალაზანი ჩაივლის აი უყურე აი ჩვენ გამაირბეინებს გაივლის შენი ხმახარდახერი ეკოსავით ბავლის მაგი წყარ გაღმავარ აქტიურად დაანებიო თავი მაგ მიხედავ საქმეს ეგეთი ბუტია მაგრამ თავის საქმე იცის კარგად ეგე ნახე რა წერია შოტლანდიაშიაო კუმა 190 წელი იცოცხლაო ბიჭო
ადრე მოგდარა სასხელი თოფიკო უარდა. მაგდები ძაბია რა ვარ წკუები ცხოვრობ და კი უნდა გიხეჭეს ამასლამდე. რა სიძახი, ბიჭო. უა თუ ყვავი, სამასი რა ამბავია, იო. ბიჭო, რა მაინტერესებს თუ იცი? კუხო ნელია. ნელი ხო არის. რობერტება უფრო ნელდება ნედაი. რავი, აბა ერთი ის ვიცი რომ კუებს და სასწრაფო დახმარებაზე თუ კუები უზით. უფრო მეტი მოკვდებიან, ეგ სანამ ეგენი იქმნივდნენ. მგონი ცოტა დავაწვილე ჩვენ რეპტულა პარაკობს ხელა. ვიძახი მე ის ღვინო არის ცოტა მძიმე, კლერტავს. ხო. შეხედე გამოცვლაში თემას შემოძავე. აგერა შეხედე ახლა მაგარი ამბავი გითხრა. იცოდი ეს ამბავი შენ? რა? უგვერდი ახლა. როაფეხა სამი გული გონია. რამოდენა სტენდები ჩაედგმე. დედაუტირა, აი, ეგეც რო უნდა ინატრო კაცმა, რომ რაფეხა იყო, რომ სამი გული ქონდეს. ერთ წალი აფეთქამს, მეორე ორი ისვენებს. რა გინდა? რა კარგად გამოიცვალა, კუდან რაფეხაზე გადახტა ბიჭი. სულ სხვა ამბავია რა. შენ იცი რა ზავია და თუ მაგი გულვაშია ძუხა, ზეღა რასაც ამოდი, მართლა სტენდი უნდა ერას. გადახვია ეგრე რა ოპედური რამეა, ვიდო ჯერა ორ გულ ადამიანს ვერ ვიტან. ორ გულასა და ამას ეკეთე სამი ქონია, თანა რვა ფეხი. რა საუბრა არც ერთი ხელი, ანუ ჭიქა ეგ ვერ მაგიჭახუნებს და რა შეფეხება თვითონ სამი გული და რვა ფეხი, იუ. ამანები თავი, არ მინე. მე რაფეხა რო შეგეღეცა. მოდი ერთ ვიზმაგაც და ჯიგერს რო არა, ახლა არ შემხვეწნია, მაგრამ რო შემეხვეწოი, ჩემი გული ამბავი ხო ვიცი, მე უარ ვერ ვეტყვი, აიგე და რა ვაკეთოთ მე და მაგ ჩემი სამა. ისევ თქვენთან ზვაკაცობა ვიცევნია ვიჭებო და ვამბობ რომ ეღვინო არის ცოტა წყალი უნდა გადაუზაო თორე ხო ხედავ ეს გვალაპარაკებს შეგედასწორე კი მართალი ხარ ჩვენთან ზვაკაცობა ჯობი აგერ ბიჭებთან ჩემთან ორელებთან და რო შაკრივო ჯამში 5 გული და 10 ფეხი გააქვთ კაცო თქვენ რომელი რა ფეხა გაჯობებთ ახლა მოლო აგედა შეგედასწორე მაგვარაღია ზღურბილში არა მიჩუქ და გული ვიჯო სამოდი ახლა დავლიოთ კაფეზე ყველაფერს რამდენი ხანი არ დაგვილებია რამდენი საათი გევიდა ვინიცის უკვე უნდა დავლიოთ ძმაო უნდა დავლიოთ მაგრამ მანამდე ახლა ხალხი პატიოსანი ხალხი ჩვენგანა შაირებელოდება შაირებელოდება რომელი ერთ შევახსენე რომელი შაირებელოდება რომელი და და ნიკარო იყვნენ ამ საათგობოთა ქალაქიდან გასულები და მაღაზე რომ დავცხეთ გუშინა მერე დავაყარო ზამა რა უნდა ვქნათ შეგედაცვალ აგერ არიან ბიჭები აგერ ჩვენები და ნუ ხარ დავკარხა დროს ახლა იგინა ის ო ბიჭებო მიდი წავიდე აბა გლიჯოთ იცი შევისწორო გუდი დავიდე არ დარჩა ექიმი ტაქსის მძღოლი დალაკი ყველა ჩამოსულისგან დაიცალა ქალაქი ასე ხდება აღდგომა უკვე მეორე წელია კურიერს თუ შაიხდები ისიც ინდოელია სოფლელები გარეშე მან ცხოვრება ძნელია აბამი ახლა ვხვდები ქალაქში უჩვენობით რა მოგდით ვერც პურს აწყობთ ღუმელში არც ხელხსაქმე გამოგდით ჩვენ თბილისს რომ ჭირდებით ალბათ ყველა წუნდებით კიდევ კარგი სოფლიდან ერთ კვირაში ბრუნდებით 100 არის ტრასიზა განუ გაგვებუდები ქალაქი კვლავ გაამსეთ გიხარიათ მან დგომა საცობში გაატარეთ ნახევარი აღდგომა გამეხარდა ძალიან სტუმრად რომ ჩამოხვედით იგრევსით რომ უფალთან ერთი გავედით 20 ლიტრა დავლი კაცი და მიგავნები არიან ვახშენო მალახი რომ ამოდის თიბავ ყველა მისვლაზე შიდო ფეხის წვერებდია იდგა საფლავის ქვაზე უეცრად დასალევად ჩემთან ხალხი მოვარდა ზოგი ყველსაგორებდა ზოგი თვითონ გორავდა ერთსაერთოდ ეძინა ტაქსის მარში მოდავდა რა გაგიტანია შენ
საღციმაროს დამცხვარი გამოვჭამე პასკები თვითონ მეჩხუბებოდა კარგი მიხოვი გაისკდები ვერცხი იმდენი ვიჭამე შიში ცოტა იკანკალებ ანეჭვი მეპარევა მეტა ხوار ვქაკანე მეტი რო არ შავჭამო ჩემ თავ ძალით ვაკავი ღვინის და ჭამისგან ამოვივსეთ მუცლები ცალკე ღვიძლი მაწუხებს ცალკე ნაბამსები ვცდილობ ერთი ორი თვე კარგად რომ დავისვენო წინასწარ გეუნები დალე ვარ მიხსენო რამე ხوار მივხარე ვცდილობ რო გავიხსენო აი თითო ბოთლა სტაულიოს და ეგარი თითო გრაფიკა არაჩვეულებრივი ადამიანები მოვიწვიო სტუდიაში ჩვენი სტუმრები და ჩვენი მეგობრები რაც თავარია ვინ დუეტი ლეონი გახლავთ როგორც იქნა ჩვენი გადაცემის რავახარ ჩემო საყვარელი კეთილი მოსელიფერში დამტანი გამარჯობა გედაცალე მომზადი დავწამი გადასარევი მშვენიერი ცოტა შორის უკვე ის სინაურად ახარო გახსოვდა ჩვენი ავეჯის ფერები და ფერებში მოხვედი სათვალე წამოვიღე კი ბატონო მოკლედ მოკლედ ჩეოპატა ჯერ გამკაცოდ გაგვაჩერე მე მეგონა რაღაცა სხვა გადაცემაში ვიყავი რატო გადავწყვიტეთ ლეონის სტუმრად მოყვანა უთხარი ვარსკვლავს რო ხსნით აქ სტუდიაში ეს მერე ცოტა მერე დღეს არ არის ვარსკვლავის რაღაცა ცოტა მერე უი რა კარგი იდეაა სხვათა შორის ვით ჩვენთან ესე იგი იქნება 100 ჯერ და ცოტა მეჯერ ყველას გაუხსნათ ვარსკვლავი ნამდვილად არა ეხლა გულზე ხელი დაიდე და თქვი რა ჯობია რომ ასეთ გადაცემა მიყავთ შენ მეგობრები რა ასლა არაფერი არ ჯობია ნამდვილად ეუწლელია შენ რო გადაცემა მიყავს მერე და სიტყვაზე ლევანის და ნისო სტუმრები ყავს და აქ რო შემოდიან აი ჩემი ვარსკვლავი აქ პატაჟოს და რატო გადავწყვიტეთ ხო სტუმრად ჩვენი მეგობრების მოწვევა ვიკითხეთ და შოუ ბიზნესში ყველაზე საუკეთესო პასკებს ვინაცხობს და მოყვანეთ სტუმრად. საღდგომო თემატიკასთან დაკავშირებით. სხვათა შორის მართლა კარგ პასკებს. თქვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა? რა თქმა უნდა. მე ესეთი არაფერი არ მინახია. ქმარს ღვინოს არ ასმევს, სიგარეტს არ ეწევა, თავისთავად ის ცუდია კი ბატონო. პასკების ხოვაზე გადაიყვანა ეს მომღერალი კაცი. ქვადარკინა. ეგრე. სხვა რა ვახართ, რა ხდება ეგ? ქუთაისში. ქუთაისურად, ხანთბილისურად და ვართ ეგრე. უბრალოდ ყველაზე დიდი გზა ეხა ქუთაისიდან ჩამოვედით ორშაბათს რა. სხვათა შორის იმხელა გზა გამოვიარეთ, მე ჯერ აქამდე ესეთი გრძელი ქუთაისი თბილისის გზა არ მქონია. საცობია, ხო ისე. საცობი აღარ ერქვა იმას. ძალიან დიდი საცობი. რამდენი ხალხი მოდის და მე რამდენი ისე მართლა რამდენ სიტევს ეს ჩემი დედაქალაქი. არა ყველაზე არ მოდგენა არა პაკ. ჩვენ ყველაზე მართალია და ჩვენ გვეგონა რომ აი ორშაბათს მაინც დალევს იქ ხალხი თქო რაღაცა შევძდით რა რეალურად თურმე ყველას ეგაზრი ქონია რომ აი ორშაბათს დარჩებია ვინც დალევს ვეღარ წამოვლენო მაგრამ აი 4 საათზე დავიძარით სხვათა შორის ყველაზე მაგარი ის იყო რომ რაღაც აი Google და მისი ამბავი ეგრევე რომ დავინახეთ ამხელა თან ნოე მოყვებოდა თან ჩემი ძმაკაცის შვილები მოყვებოდა ბავშვები მანქანა რაღაცა უნდა მოგვეფიქრებინა იქაც ჩავრთეთ ის ქუთაისური ტვინი რა რეალურად და დავახმარეთ Google ქუთაისური Google ჩარტე ქუთაისური Google და სად ვიყავით ნინი მე მგონი ოკამთან ხო რაღაცას გვიჩვენებს აი ესეო თუ წახვალთო ოფროუდზე რო ვიყავით ნამდვილად ხო და ესე თუ წახვალთო 43 წუთში ჩახვალ თბილისშიო და ამ გზას თუ გაყვებით დაახლოებით 2 საათი უნდაო რა ნინის მეუთხარი უნდა გავრისხოთ თქო ნინითან რულთან იყო არ ვიცოდით რა გზა იყო როგორი იყო უბრალოდ გავყევით მართლა ასეთ ცოტა დროში ჩამოგიყვანა მართლა ეგ 43 წუთში სად არის რატო არ გამოვედით ზაჰესთან რა
მაგრამ რეალურად ალბათ არავის არ ეცოდინება ეგ გზა. ძალიან ცუდი გზა. გაკეთებული გზა არის, ხო, ეხლა კეთდება ალბათ ინფრასტრუქტურა რაღაცები, მაგრამ კიდე კაი რომ ჯიპი გვყავს ეხლა ჩვენ 4 ჯიპი მივდიოდით ესე დამწკრივებული და ერთმანეთს იმედად ვიყავით ყველა და როგორც იქნა ზუსტად 53 წუთში შემოვედით თბილისში. სხვათა შორის ჩემო პატა მე და პატა კვირადღეს ვიყავით ჩვენ მეგობართან სტუმრად და მე ზამის ხეობაში და მე მოვდიოდი დასავლეთიდან და გადამახვევინა სადღაც ესე მასთან რა ქვია ეგრე ხო რაღაც თურმე იქედან ამან ნახა ახლო გზა დამიწერა და ვიარე მეთქი კაცო რა უნდა სუფრას და ბურბანის რა უნდა მივადექი ტყეში შევედი კაკოხაჩაღი დამხვდა მე ვთხარი თუ დაშგეს ყასელი ვარ ძმავა ასე ეგლესიურად დავშორდები უნდა გეთქვა ვერ მიმასწავლი კუდიგორის გზა ვერაო მითხრა და მესწრო ამ გზაზე ერთი ჩემე მაინც მოგვივიდა ჯარგვალთან აი ყველა რო ხედავთ ამ ხელა საცობია ერთი ჩასახვევი იყო ესეთი რა აი ეს რაღაც წრეს აკეთებდა და ბიჭო ჩაუხვია ჩვენც შეხედა ერთი მანქანა მეორე მესამე მანქანა ჩადის და მოდი ჩვენს გავყვეთქო რა ვიღაცებმა ვინც ეთყობა იგრძნესო რაღაცა ვიხმარეთ და მოვედით ისევ ჯარგვალთან ნახევარი საათი შეუერთდით ამას კოლონას დიც ხო აგე საჭესთან ისევ თქვენ ალბათ კი არა ნიმ გამოცდა ჩააბარა ოფროაზე დაახარებს ამ დიც აღარ ვიცი როგორ ნერვიულობ ლევან შენზე ძალიან ნერვიულობ ძალიან არა იმაში რა საგრიმეროში მითხრა არ ვსა 4 წელიაო და აი ხეს ვცახცახი რანაირა ერთი ჭიქაც არ დაგიდევია არა არ დამილევია სხვათა შორის არა და თავისუფალ დროს რასაკეთებთ თავისუფალ დროს ეხლა მეტყვი სიმღერას წერო და პრემიერა მოვიტანეო და ერთადაც სიმღერას წერ და მუშაობ როგორც ყოველთვის რა სვავდავ თვრები ლიმონათით კარგი თავისუფალ დროს რასაკეთებ როგორ თქვა ქსო სხვათა შორის რა ქსოველები არა რა გავახსენე აიცი ჩვენი კობას ჩვენი კობა რომელია? ბატონი ჩაინიკა. ეგ ჩვენია. ხონდა 90 წლებში, ხონდა რაღაც ნერვოზული ისეთი, რა ქვია, ნერვოზი ხონდა. ახლაც კი აქ, მაგრამ მაშინ ხონდა ცოტა განსაკუთრებულა. ეს ქსოვა და ისავლა ქსოვა. ოღონდ შეძოვასო ეს მოხვევ არ იცოდა რა ქსოვის ვერ უხვევ. ანუ ასე თუ მიდიხარ ეს ამას ვერ ჩამო. ვერ იზამს და კაში გონდა მოგზავნიათ სამას მე. არტო ქსოვდა სიგრძეში რა ვერ უხვევს რა ქუსლიანი. ერთფერი. ხო ნუ რა ვიცი ახლა დრო დაჭირა ვერ გეტყვი. ობა წარმოიდგინეთ ბარათელი როზისკ და ქსოვს. კილომეტრიან. ხოთა შორის მართლა აწყნარებს. ცადე ერთხელ და დააგლიჯებ თელი. ესე იგი ახლა შემოლებარ რაზაც ყვებოდი ახლა ნუ გზავრობა ესეთ საცობების დროს გინდა არ გინდა დამღლელი ცოტა შრომატევადი ბევრი დრო გჭირდება და თქვენ ახ ერთად რო იყავით ყველად არ იქნებოდით რაღაცა სიმღერა აქვს მოფიქრებული უეჭვენ რა თქმა უნდა თანაც მოვიტანეთ კარგი სიმღერა კარგი პრემიერა აი თავარი და ყველაზე კარგი ახსნა ისა აქვს რომ მე ყოველთვის იმას ვამბობ, სადაც ჩავდივართ უცხოეთ საზღვარგარეთ, სადაც მიდივარ, რადარი მაქვს ყველგან ჩართული თქო, იმიტომ რომ გაკეთებული გვაქვს, დიდი იტალიური გაკეთებული გვაქვს, ბერძნული სიმღერაც გაკეთებული, ნუ ინგლისურზე ჟანრობრივად არ არის, ანუ ყველა ჟანრი გვაქვს. დაცდილი უბრალოდ არ მქონდა ძალიან ბევრჯერ ვართ ისრაელში ნამყოფი და ებრაული სიმღერა არ გაგვიკეთებია არასდროს. ერთი ავანაგილა ვიცით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში გაკეთებული. და აი ესე TikTok-ზე სკროლავდი რაღაცას, წავაწყდი ერთ ძალიან მაგარ სიმღერას რა და აი იქაც რადარი ჩავრთე და ბიჭო ჩავრთე ეს შაზამი რა. ვასმენინებთ იმ მონაკვეთს ვერ გამოიცნო. ეხლა როგორ გინდა მიაგნო ამ სიმღერას? კომენტარებში წავიკითხეთ, ენა არ ვიცით. ებრაული სიმღერაო, წერენ ქვემოთ. სად და სად წავიდოდი? მოვაფიქრდა ამ დროს. ლერი და ტალი, ჩვენი ლერი და ტალი. ლერი და მისი ტოლი ტალი და წერ ტალის WhatsApp-ში მეთქი ტალი ჩაუგდა სიმღერა, მეთქი ხო არის და კიო როგორ რა. ეგრევე ტალი. ლერი და ტალი მოვიკითხო, ძვირფასი ჯიგრები, კარგი ხალხი. ტალია გახდა ლერის მეუღლე, ლერი კი მთელმა მსოფლიომ. კი ბატონ. როგორ არის სიმღერა, ვერ გავიხსენი, რას მღერიან ხოლმე ლერი კოზეროლე
ლერი რაღაცა რო იწყება რა. ლერი ორი უდაში ადრაკე. აი გარი. აი ეს ლერი პატივცემულება მოვადრო და გვეყოლება სტუდენტ. ფათაშორის სიმღერა ჩაწერა ახალი. ხო, ანუ მოვისმენთ ესე სექტემბერში. უკან დგას, მაგრამ სექტემბერში ვამღერის, მაგრამ მაგის ყველა პულმარილზი არის, გავიხედავ აქ არის, გამოვიხედავ ცეკვა. ღმერთმა ჯანი მოგცეს და აგერ თურმე შენი შაზამიც გამხდა. კი ბატონო, აგერ თანამონაწილეა ამ ძალიან კარგი სიმღერა. შაზამი. შაზამ. ხო. თქვენი შაზამიც რომ მოვიკითხოთ ლერი დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი გზა აქვს წარმატების ამ სიმღერას ზუსტად ხვდები როგორც მაქვს ჩუწიო რა ეგ. ანუ ისრაელში გასამგზავრებად მზად ხართ ამ. მზადა ვართ, მაგრამ ეს თავარი არ არის, თავარი არის ის რომ ეხლა მივედით ტექსტის ნაწილზე. ვინ უნდა დაწეროს ტექსტი? ნინი მეუბნება ეგრევე ამის ტექსტო. ვინ თუ არა ჩვენი ვასკა გრიგალაშვილი, თქვენი ვასკა დაწერს ძალიან მაგრათო და ჩემი აღარ არის. ვასკა სახალხოა. ყველას მაშინ წინასწარ ვიცი რომ ეს სიმღერა იქნება ან სიყვარულზე, ან დალევაზე, ან ნაზუქებზე. ყველაფერი ერთად არის ჩაქსოვილი ძალიან. ამ ბოლო დროს ვალებსაც ზუსტად დაასვა, ზუსტად ლამაზი და მაგარი ტექსტი, ასე რომ დიდი მადლობა მას. ნიჭიერი კაცია, ნიჭიერი კაცი, ძალიან. და რა ვიცი, ძალიან ბევრი პოპულარული სიმღერები მოუგროვდა ისე და გლიჯოთ მაგის ვარსკვლავით ჩვენი რა მიდის. კი ბატონო. ახლა ისე ნუ იზომ რომ ჩვენი ადგილი აღარ დარჩეს. თავის თავზე ზრუნავს ისევ. კი ბატონო. თქვენ ხო რას ლაპარაკობთ, სულ ჩემზე ზრუნავთ. ერთი მასკარ მახსოვს შეგარ. ისე კოლუმბია არ გაინტერესებს, ძალიან ეგზოტიკური ქვეყანა. არა, ძალიან საინტერესო. ყველაფერზე თუ გა კოლუმბიაზე რატო არა გავდაწერო? ჯერჯერობით. აი ამის შემდეგ კოლუმბიური ფოლკი რო ჩაწეროთ მაგალითად, ცუდია? დუეტი რო გავაკეთოთ? შეიძლება. არის თუ იცი ეხლა სხვათა შორის რო იცოდეთ ჩინური შემოდის. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მონოლოგში ჩინური შემოდის. მაგაზე კი გვიფიქრე. მივაწვეთ ჩინურს, უკვე ჩემია. ხო, შენია. და ჩვენათაც გავხდით რა, რაღაცას მოუძებნით მანდაც საერთოს. კარგია. იცი რა? ჩვენამ ხუმრობაში ნამდვილად მე მგონი დრო არის უკვე რომ თქვენი სოლო კონცერტი გააკეთოთ სადმე. იმდენი სიმღერები დაგიგროვდათ რომ მე და ნიკოლოზი ვიქნებით წამყვანები და დრო არის უკვე რომ რა სიტყვი? არა, კარგი აზრია. ვიფიქრია მაგაზე, ის გვისაუბრია მე და ლევანს. არა, და რა მე შენ უთხარი მოიცადე. ჯერ ადრია. ბოლოს ფათაშორის რაღაცა. მასე ნუ აცნობ უარყოფითი მხარი. მე თორე კი გაქვს, მაგრამ ქვაბაღნადი ვამბობ. ფათაშორის ჩემო პაატა ნიკა, ეხა ამის წინ დავიწყეთ დათვლა პირველი სიმღერიდან დღემდე რა გაგვიკეთებია რილსების სახით ავტვირთეთ სოციალურ ქსელებში და დღემდე ანუ ეს სიმღერა უკვე არის 51 სიმღერა ამ 4 წლის განმავლობაში უეტი ლეონის შემოქმედება. ანუ ყველა ძალიან პოპულარულია, ხა ყველა შეიძლება არა, მაგრამ 99%-მა გავარდა. ეგრეა? ნუ განსაკუთრებით დაბიდუbi. რა თქმა უნდა. გლიჯავს ყველა. მართლა გლიჯავს. ახე როგორც საკმად გაიცინა. ეს მე მგონი მართლა მკაცრია და ყველაფერი მე ვამბობ მართლა. იმკაცრებ. მაშინ დროა უკვე რომ ვამღეროთ სანამ ძიმესაგანი რა ვიცი, აქ არაფერია და ამა თუ ეხა ესავარძელიაცია. გავაბრაზოთ და ვნახოთ რეიტინგი გვექნება, რატომ დაარტყა ლეონს სავარძელი. რეიტინგი გვექნება, ჩვენ თუ ვერ დავესწარეთ რა. არა, შეხედა აი ჩემი ბასრის საგანი. ხო, ნუ შეგენაც. ბავშვებო, მოკლედ მოვისმინოთ. დიდი მადლობა ავტორებს. დიდი მადლობა თქვენ რომ შრომობთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო იქნება და ძალიან მაინტერესებს მოვისმინო. მოკლედ გიტოვებთ დუეტ ლეონის სიმღერის პრემიერს, რომელსაც თქვა ძალიან მიყვარხ. გამარა. გადასარევი სახელია. გისმენთ? ხო.
და მე მინდა წარმოგიდგინოს სტუმარი, რომელიც ერთობ გაგიხარდება შენც. აბა. წარმომავლობა პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა რომ გაიგებ ყველაფერს. ახლა სტუდიაში მინდა ვუხმო გემრიელ ადამიანს, ნიჭიერ მომღერალს და რაც მთავარია, ქუთაისელს გელა ბერიძე. კეთილი თქვენი მობრძანება, მადლობა ბიჭებო, ოქროები ხართ და საიდან მახსოვდა ეს სიმღერა თქვენ რო ასრულებდით? დიახ, ჩემო. კი ბატონო, ესე ცნობილი არის რა. გარდა იმისა, რომ ქუთაისელი ხართ, კიდე რა ნიჭით გამოირჩევთ? რა ვიცი, სხვა რაღაცებით შეგვიძლია. კი ბატონო. შიგადაში. როცა ყვავთ მახსოვს. სხვათა შორის გელას ვიცნობ, ახლა დიდი ხანია და ვიცნობ და მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. და რა ვიცი, ვინც არ იცის, თუ ვინმე მარიცის კიდე რომ უთხრათ, საიდან დაიწყო შენი კარიერა, ჩემო გელა? რა თქმა უნდა, ჩემო ნიგა, ჩვენ ჯერ მოვდივართ ქუთაისიდან ძალიან კარგად. შენ გენაცვალე, აბა. მე არსებობდა ასეთი ანსამბლი ბაგრატი, შენ კარგად გახსოვს, რომელიც შენთან ერთად მოდიოდა ამ სფეროში ესე. ანუ მე რაღაც ახალ რაღაცებს ვიგებ. ეგ არის ლოტბარი. ამასთან ერთად რომ მოდიოდა თუ ერთად მოვდიოდით არა, სხვათა შორის ერთ საქმეს არაკეთებს და ინჟინერი და მომღერალიც ერთად მოდიან ხოლმე თაობაში. ეს იგულისხმება. გავიგე, მე მეგონა თუ საჭირო გახდა ლოტბარის ფიქრები, მაგრამ არ იყო ამ წუთში ამის საჭირო. კარგი აბა ბატონო, ანუ კონცერტები ვქონდა. ბაგრატი ვთქვით, ერთი ბაგრატის ხელმძღვანელი, კიდე რომელი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო? მე წამოვედით თბილისში, გახდა უკვე ანსამბლი იმერეთი, რომელმაც შეგენას. ვიმღერეთ ჩემი თბილისის ქალბატონები, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მაგრამ თარაც თავარია, ახე ესეთი ქუთაის მაინც ვერ შორდები ჯერჯერობით. ბაგრატი? ნუ ეს თბილისში კი წამოხედი, მაგრამ იმერეთი? მე რა თქმა უნდა. აბა შემდეგ რა ხდება? შემდეგ უკვე ძალიან შესანიშნავი ანსამბლი ოდა ყავს ახლა, რომელიც ძალიან პოპულარულ სამღერებს, ძალიან მოეწონათ ჩვენი პოპური, იმერული პოპური და რა ვიცი, რა გითხრათ. ჰარალე? ნუ ჰარალე ესეც ჩვენი ნამღერია, რა თქმა უნდა. ეს შიგადაში უკვე ჩვენი მეგობარი იყო ზურა დარბაიძე, რომელმაც დაწერა ალბათონ ლილინუცუბიძის ტექსტია, კარგად. აგინა, ცხოვრობს ეს ხალხი. ასამბლებს იცვლიან რესტორნებივით. გადადიან, გადმოდიან. რა ვქნა ჩვენ? მითხარი ჩემო ოქროს ადამიანო გელა. დიახ. რა ხდება შენ ცხოვრებაში? ვიცი რომ პრემიერით მობრძანდი. დიახ, დღეს მოგიტანეთ ბატონი ბორის შხიანის სიმღერა, ნუ ძველი სიმღერა, ქალბატონი მანანა თოდაძე ასრულებდა ამ სიმღერას. ჩიტო ბეღურა, ესე ქვია. კი, მახსოვს. ჩიტო ბეღურა, კი ბატონო. ჩვენი ბავშვობის. ძალიან ახალი ინტერპრეტაციით იქნება. ბატონი ბორისის ვარსკვლავი იხსნება და იქ ვიმღერებ ამ სიმღერას კიდევ. კარგი, ჩემო გელა, ის რა დაგვრჩენია რომ თქვენ პრემიერას მოусმინოთ, ჩვენ კი აქვე. დავიმშვიდობებით ჩვენ ტელემაყურებელს იმ იმედით რომ ხვალინდელი დღე რა თქმა უნდა უკეთესი იქნება და ჩვენ შევხვდებით პარასკევს, შაბათს და კვირას მიხოთი და მაროთი. და უკვე მომავალ ხუთშაბათს შემოგიერთებით, არ დაიშალოთ. აბაე სიზმარში არაცივად იქცა ერთი პატარა ჩიტი ბეღურა იფიქრა გაველა შემაშინებო მიმოიხედა ირგული მეფურა ჩიტო ბეღურა არაცივო ბალა გარგინოდა თუგი აგენა კარტის ჩახრეს და ასე უთხრეს ჩიტი ყავდა ჩიტად დარჩები
ტანი მიგიგავს დიდებულაცის მაგრამ ფეხურა შეგრჩა კლანჯები ჭიდო ბერმუდო არცი მოვარა მაგიდნოდა თუგი აკეთა არაფერი გამოვიდოდა მეფობა მარატო ტახტი როდია ძალამისი სიგრძე დაგანი თავარი იყო კლანჩები თორე ინდა უსაცკი დიდი აქვს ტანი